სამი შეცდომა, რომელსაც ჩამდინარე წყლის სისტემის ოპერატორები ყველაზე ხშირად უშვებენ და რომლებიც სერიოზულ პრობლემად იქცევა. ნომერი პირველი პრობლემა: სისტემის რეგულარული მონიტორინგის უგულებელყოფა. სისტემის ძირითადი პარამეტრების მუდმივი კონტროლის გარეშე მცირე გადახრაც კი შეიძლება გადაიზარდოს პროცესის დარღვევაში, გაწმენდის ეფექტურობის შემცირებასა და ავარიულ სიტუაციებში. თუ წყლის ხარისხი და მოწყობილების მუშაობა ყოველდღიურად არ კონტროლდება, პატარა პრობლემა შეიძლება დიდ ავარიად გადაიქცეს. და რა უნდა გავაკეთოს ამისთვის? აუცილებელია დანადგარების ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება, ძირითადი პარამეტრების რეგულარული მონიტორინგი, მონიტორინგის ჩანაწერების წარმოება და ასე შემდეგ. ნომერი მეორე პრობლემა: პროფილაქტური მომსახურების დაგვიანება. ტუმბების და სხვადასხვა დანადგარების დროული შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გეგმიური ტექნიკური მომსახურების გამოტევება ხშირად იწვევს მოწყობილების მოულოდნელ წყობრიდან გამოსვლას სისტემის გაჩერებას. და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს ყველაფერი? აუცილებელია შევადგინოთ დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურების გრაფიკი და შევასრულოთ თითოეული ნაბიჯი. ტუმბების და აერატორების პერიოდული გაწმენდა, მცირე გაუმართლებაზე დაუყოვნებლივ რეაგირება, სანამ დიდ პრობლემად გადაიქცევა და ასე შემდეგ. პრობლემა ნომერი 3: ლამის მართვის არასათანადო კონტროლი. აქტიური ლამის ჭარბი ან არასაკმარისი რაოდენობა არ გვევს ბიოლოგიურ პროცესს. შედეგები შეიძლება იყოს ცუდი გაწმენდა, უსიამოვნო სუნი და გამწმენდი ნაგებობიდან არასათანადოდ გაწმენდილი ჩამდინარე წყლის ჩაღვრა მდინარეში. როგორ უნდა ავიცილოთ ეს პრობლემები თავიდან? აუცილებელია ლამის რაოდენობის რეგულარული კონტროლი, ზედმეტი ლამის დროული ამოღება, აერაციის სწორი რეჟიმების შენარჩუნება, ლაბორატორიული ყოველდღიური კონტროლი და ასე შემდეგ. სწორ პრევენციაში შეუძლია თავიდან აგვაცილოს ავარიები, გარემოს დაბინძურება და ზედმეტი ხარჯები. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გააზიარე და გამოიწერე არხი მსგავსი ვიდეოებისთვის. თუ ხარ ჩამდინარე წყლების ოპერატორი და მუშაობის დროს პრობლემა შეგექმნა, მომწერე პირადად.